ინგრევა დუნია ზიანი დღე გათენდა სან-ხუანში საკმაოდ ცხელა კორდობასგან განსხვავებით და აბა წავიდეთ ეხა სან-ხუანს გადავათვალიეროთ რა ხდება საერთოდ წარმოდგენ ვინმე სან-ხუანი რო ეთქვა ჩემთვის აზე არ ვარ თქო ეთყოდი აბა წავედით Quar შევხტე რა. ფეხბურთი აქ რო უყვართ. ალბათ ბრაზილიაში რა. არა, ფეხბურთი ყველგან უყვართ, მაგრამ აქ რაღაცა საშინელება ხდება მაგრამ. მომწონს სან-ხუანი მეგობრებო, მომწონს. ეს ქანდაკება რას გავს, იცით, რუსთავში რო დააყენე ჩვენთან. ცოტა ისეთ ასოციაციას იწვევ, ის უარეს ასოციაციას იწვევ, მაგრამ ისეთ მაგ ასოციაციას იწვევ. სტალინს გავს ძალიან ეს კაცი. არ ვიცი, სტალინი აქ ეწოდინება წესით, მაგრამ სტალინის ძეგლი აქ რატო უნდა იყოს, მაგრამ მაგრა გავს. ჩვენიერი პარკი, ლათინო ბავშვები დახტიან, დაქრიან. ამ ხელა კლინჯი კაქტუსი პირველად ნა. თამაში ნომერი 2 არგენტინა უელსი ამ სტადიონზე სან-ხუანში ერთად ვნახოთ აბა წავედით ესეთი პატარა კოხტა სტადიონი გვაქვს სან-ხუანში და მე ბევრად მომწონს ეს სტადიონი ვიდრე წინა კემპესი. ან ახლოს არის ტრიბუნები მოედანთან, ახლოს ის ხალხი ხედავთ. იქნება გნიასი, წევილი, კევილი და ეს რაკს მაგრა უხდება. კულტურის ფარგლებში რა თქმა უნდა. იმედია მოგეწონათ, კომენტარებში დაწერეთ, რომელი სტადიონი უფრო მოგეწონათ, მე უკვე ჩემი არჩევანი გავაკეთე. ახლა კი იწყება თამაში. Mate, hey, good man. I'm excited about this. It's going to be good fun. How are you feeling? I'm very well. Chameli me yaar. Tamash mein karna chahiye. I wonder how yesterday was talking about a blue sky and all that I can see. აგიკვირდება და მორიგი სტეიქჰაუსი. ეს რა საუბრება? რა გვეშველდება? აი ამბავი არ მოხდება მე როგორც ვთქვი. Master Angus is here. Yes, my bro. Far is going. Cheers! Cheers! Ჩვენიერი ღვინო. ეგეთ კითხვა ისმის, რამდენი სტეიკის ჭამა შეიძლება? პასუხია ყველასი. T-bones უყვეთავ და ზომა თქვენ შეაფასე. ავიწყვიდე არგენტინაში.
აი ესა ჭეშმარიტი მსაჯულო. და რა ის რასაც მოედანზე ხედავთ. I'll be the chairman, guys. Yeah, you get my basic now. ეხლა იწყება თავდაუჭერა. We are winning today, definitely we are. Oh, Just say we. No, I said free. oh my god. Don't eat with your hand. Yeah. Don't be rude. Size of his head. Wow. We are jackpot today, lads. That's it. 4 bottles of red. I don't know where all that wine's gone. აი ეს იჭმევა სტეიკი. 150 ლარი გადავიხადე. 150. მეტი არა. აი ამ ყველაფერში. აი ეს არის არგენტინა. არგენტინის საგულშემატკივრად მოვედით. აბა ვნახოთ რა იქნება. მეოთხე ფინალი არგენტინა შვეიცარია. Hey, vamos, vamos. Telefonში UFC აქ ესეთი სპორტული დღეა და რაგბა ხო ჩაიარა და ჩაიარა. სპორტი არის ცხოვრება. აუ, გაგვიტანეს. წითელი ბარათი გიხარია, წითელი ბარათი. ავიდა დამატებითი დრო. მე ერთ უყურო და უგუშება. მარტინესმა ბუნკი აიღო, რა ხდება? მაგრეგორმა დაამთავრა ბრძოლა, ფეხი მოიტეხა მე მგონი, ამასმა მოიგეს, აუ რა ხდება? ესეთი ღამე არ მქონია ხოლმე. საგიჟეთი რა, სრული საგიჟეთი ხდება. აქ მაგრეგორი განებდა, ფეხი მოიტეხა, რა ჯანდაბა ეტაკა, როგორ ველოდებოდი და არგენტინა მოიგო და ერთი ამბავია რა. ბედნიერი ხალხი. მოგებით გაბედნიერებულმა ათასობით ადამიანმა მთავარ ქუჩას და პლაზას მიაშურა. ჩვენ სულითა და გულით შევუერთდით ამამ. აი ესე მოვედით. იტალიის სერვისით მანქანაში და დამთავრდა დღე რა მოდი. It puts life in perspective. You are but a mist. M-I-S-T. სანხუანის შემდგომ წინ ბოლო და ყველაზე რთული მატჩი ინგლისი-არგენტინა გველოდა სანტიაგო დელ ესტეროში. ჩემი კარიერის მანძილზე უამრავ ქალაქში უყოფილ ვარ და თამამად დავაყენებდი ამ ქალაქს ყველაზე ცუდი ადგილების სათავეში. გადასაღებიც კი არაფერი არ იყო. არც სტეიკმა ივარგა და არც სხვა საჭველმა. ერთადერთი კარგი რაც გამოდგა იყო რომ ძალიან მაგარ სტადიონზე მოგვიწია ურთულესი მატჩის მსაჯობა. ეს გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე რთული თამაში, სადაც მომიწია მუშაობა. დაძაბულობა პიკზე იყო პირველიდან ბოლო წუთამდე. ამას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ არგენტინამ ინგლისი ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში დაამარცხა. მოთამაშეები ძალიან დაძაბულები იყვნენ და არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ დისციპლინის დაცვის. პირიქით,
იყო ძალიან ბევრი გაწევ-გამოწევა, კამათი და არასარაგბო საქციელები. კონტროლის დასამყარებლად ძალიან მკაცრი და ხისტი მიდგომა შევარჩიეთ. ამიტომაც მოგვიხდა 7 ყვითელი ბარათის ამოღება, თუმცა მოთამაშეებს დიდად არადარდებდა და დარღვევები არ ჩერდებოდა. დაძაბულობამ პიკს ბოლო წუთებზე მიაღწია, სადაც არგენტინელები ძალიან ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, თუმცა მათ არ გაუმართლათ და საბოლოო ჯამში ბურთი მკვდარი ზონის ხაზზე დაამიწეს, თან ისე რომ ბოჭვაში უხეშობა არ იყო. მომენტი ინგლისის სასარგებლოდ გადაწყდა, ამას ძალიან დიდი უკმაყოფილებით შეხვდა პუბლიკა და არგენტინელი მოთამაშეები. რამდენიმე მოთამაშემ საჩთან მიიჭრა და ცოტა არასარაგბოდაც მოიქცა, რის გამოც სოფლიო რაგბმა ისინი დასაჯა. ემოციები მალევე დაცხრა, ჩვენ კი წინ ძალიან მაგარი ამბავი გველოდა. სოფლიო ჩემპიონატის ფინალისთვის უნდა გვეყურებინა ბუენოს აირესში. Ready for Felipe Zimas? საკიჟეთი ხდება, საკიჟეთი ქალაქში. ინგრევა დუნია. სორდროს ვარ ფინალისტი გამოსული. ვიღოთ ადგილი ვიპოვოთ რა. მეგონი გვეშველა. Right, cheers. Cheers. Hey. იწყება თამაში, იწყება და აბა ჩვენ და რა თქმა უნდა არგენტინას გულშემატკივრო. სპორტს გაუმარჯოს, სპორტს რა, გენაცვალე, სპორტი ვისაც გიყვა. 0-0 მიდის, ნერვიული სტარტია საკმაოდ. ნოლია პირველი ტაიმის მერე დაძაბულობა ნამდვილად არის, მაგრამ უცბად თან გახსნილი და ისეთი თამაში აქვს რომ მოგა. કોઈ მოწულობენ ხასტები და სუპერბოინტი. ესპანეთი უტევს და მარტინესი იღებს და ამხავს ეს ისტორია, მაგრამ არგენტინა ვერაფერს ვერ ჭრება ჯერჯერობით. ვაიმე რა გუნებად და წითელი ბარათი. თელი მიიღო არგენტინა. აი, დაგვეიძრა ხალხი. სუდიამ გადაგვარჩინა მოკლედ რა, გოლი გავიდა, მაგრამ საჭმა გვიშვერა. მეთოდი პენალტი იქნება. გაიტანა ესპანეთი. იჩუმეა ჩემი პანაშვიდზე ამოყავით თავი. გაგვიქენი ესპანეთო? ხდება ტრაგედია მე ხდება ტრაგედია ეს რა ელება მე მაინც მისულიყო რაშანსი დამაზეს ბიჭო რაშანსი უნდა გასულიყო ეს ორი წუთი დარჩა ორი წუთი აუგადაში ხალხი იცი ტრაგედია არგენტინის საცხობში აღმოჩნდა ყველაფერი დაგებული. ნოა გამოცხადდა. პანარა. გატაშია.
და ესე წაგიკულა მომთავრებს ხევაზე. და მთლიან ტურნესაც. მადლობა ყურებისთვის.